1 2 3 4 Okay, მოგესალმები. სანამ დავიწყებთ დღევანდელ თემაზე საუბარს, მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც გამოიწერა ეს არხი და ლაიქა, კომენტარი დაწერა. პირადი შეტყობინები მივიღეთ ძალიან ბევრი და ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან მართლა მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ეს თქვენი აქტიურობა. რაღაცები ვიდეოებსაც მიგზავნიან, როგორ აკეთებენ მაგ ტექნიკებით მუსიკას და ძალიან ტოპარი, ძალიან მაგარი არის. მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან პირდაპირ პროპორციული არის შენი აქტიურობა და ჩემი აქტიურობა, ამიტომ თუ მოგწონს ეს კონტენტი, აუცილებლად გამოიწერე. Okay, მოდი გავჯანყოთ დღეს. ცოტა სემპლინგი ვისწავლოთ, ცოტა თეორია გავიაროთ და ნელ-ნელა რაღაცები დავამოყამოთ. Okay, და დღევანდელი ჩვენი პირველი სტუმარი იქნება Wavetable. მონიტორი დამჭირთული. ეგეთი ეს არის რა, სინთი არის. მოდი პატარა ინფორმაცია. ეხლა რა შეუძლია ამას? შეუძლია 4 waveform-ის წარმოქმნა, ანუ 4 ტალღის წარმოქმნა. პირველი არის ეგეთი sine, რომელიც ესე ჟღერს, მეორე არის so, არა ბოდიში triangle არის, მერე არის so და მერე არის square. ანუ 4 ეგეთი იმის წარმოქმნა შეუძლია square-თან ხომალ იყო. ხო, აი ეს მეტი დიდთაც ამ ეტაპზე მეტი არ ვცოდნა რა გჭირდება და აგერ გვაქვს ფილტრი ისა. მოდი ცოტა ეთექს მომატებს სტეინს ავწევ ბოლომდე, ამ envelope-ზე მე მომიწევს ლაპარაკი ჯერჯერობით დავანებოთ თავი. და ეგეთ რაც მოვიფიქრე, ჯერ ჩავწერ აკორდს, რომ მოგაწონო ეს აკორდი და მე აგიხსნი თეორიას, რომ ეგეთი აკორდი ჩავწეროთ მოდი. ან ეს გავაკეთოთ. გავადიდებ თვითონ სამას. ეს გავაკეთეთ, გავუშვით ხა ეს აკორდი. და ხო, ოკეი. შიმერი ავიღოთ. Nice, შვენიერი არის. ეხლა მოდი პატარა თეორიული ის გავაკეთეთ რა, თეორიის გაკვეთილი. შეიძლება დიდად არ გაინტერესდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან ცოდნა აკორდების, ჰარმონიის და ეხლა შეიძლება ამ ეტაპზე რთული იყოს და ბევრს ვერ მიხვდები არაფერს, მაგრამ მაინც კარგი არის რა, რაღაც ქოცნებაში, რაღაც ინფორმაციები იმის კეთრ გვენანაირად ჩავაჯინოთ. Okay, სანამ ამ რთულ აკორდს ავხსნი, რაც არის დომინორ ცხრიანი, ანუ დომინორის ნონაკორდი. საერთოდ აკორდი რა არის, ვთქვათ რა. აკორდი არის მინიმუმ 3 ნოტი ერთად აღებული არის აკორდი. 2 ნოტი ერთად აღებული არის ინტერვალი. 3 ნოტი ერთდროულად თუ აიღე, უკვე აკორდი არის. შეგვიძლია 4, 5, 6 ნოტი ერთდროულად აიღო მეტი ნოტიც. და მოდი ყველაზე მარტივი აკორდი დავიწყებთ, სანამ ამ აკორდზე მოვალ. ყველაზე მარტივი აკორდი არის სამხმოვანება. ანუ რა არის სამხმოვანება? სამხმოვანება არის ყველაზე მყარი ინტერვალებით აგებული აკორდი. ანუ სიტყვაზე ეხა ვარ C არის do. Do-სთვის ყველაზე მყარი ინტერვალები, მოდი ჯერ მაჟორზე ვიტყვი, იმიტომ რომ მაჟორზე უფრო გამიმარტივდება ახსნა. თუ რა homo sapiens ხარ, დედამიწაზე და ცხოვრობ მინიმუმ 15-20 წელია, უეჭველი იცი do re mi fa sol la si do, აუცილებლად, ხო? ანუ თუ ვიწყებთ do-დან ათვლას, ყველა შემდეგი ნოტი არის რაღაც საფეხური. do არის პირველი საფეხური, re არის მეორე საფეხური, mi არის მესამე საფეხური, fa მეოთხე, sol მეხუთე და ასე შემდეგ. ანუ რო ავაგოთ ეს ყველაზე მარტივი სამხმოვანება, გჭირდება პირველი საფეხური, მესამე საფეხური და მეხუთე საფეხური. ანუ do, mi, sol. იქნება ანუ სამხმოვანება. ეს რაზეც ვლაპარაკობ, ყველაზე ბაზისური მარტივი აკორდი do, mi, sol. მაგრამ რადგან მინორში ვართ, ეს არ იქნება do, mi, sol, არამედ მესამე საფეხური იქნება შემცირებული და იქნება do, mi bemol, sol. ეგეთი ამბავი არის. ეს არის სამხმოვანება, ყველაზე მარტივი do, mi bemol, sol. ანუ C, E flat, G.
თქვათ თუ ამერიკული ვიტყვით რა. ნონაკორდში რაც ემატება ამ სამხმოვანებას, აი ამ სამხმოვანებასაც ემატება არის მეშვიდე საფეხური, ანუ დო რე მი ფა სოლ ლა სი, ოღონდ სიც იქნება შემცირებული და სი ბემოლი იქნება, იმიტომ რომ მინორში ვართ და მეცხრე საფეხური არის დო რე მი ფა სოლ ლა სი დო რე. ანუ რე არის ოღონდ ოქტავით ზევით, ხო, ეგეთი პატარა თეორიის გაკვეთილი გქონდა. ხო, ანუ დო მი ბემოლ სოლ სი ბემოლ რე, ეგეთი აკორდი გვაქვს რა, ანუ თქვათ ან ევროპულად ესე ამერიკულად C, E flat, G, B flat, D. ეგ არის ჩვენი აკორდი. რომელიც ჟღერს wavetable-ის დახმარებით ესე. აუ 8 წუთია წერ უკვე ღმერთ. ძალიან ლობარგი ჰარმონიაზე. ოკეი, ეხლა რას ვიზამთ რა? იდეაში რა გვჭირდება აქედან? მოდით ცოტა მოძრაობა მივცეთ. ანუ ესე ნახე, mod source არის modulation source, ანუ მოდულაციების წყარო და LFO არის ჩვენი ძმა, რაც გვახსოვს წინა ვიდეოდან, თუ არ გინახავს უეჭველი ნახე წინა ვიდეო. და აი ხა ნახე, აი ეს რა არის? oscillator positions. ამას რო ვატარებ, აი ამას რო ვატარებ, oscillator position დადის აქეთ ნახე. ანუ ეხლა მე თუ ამ oscillator positions დაუკავშირებ LFO-ს, ნახე დაიწყებს სიარულს LFO-ს მიხედვით. ond არ მინდა რომ ხილაზე იაროს. და amount-იც დაუკლოთ, რომ ცოტათი იაროს. შვენიერი არის. და იყოს, აი ესე ჩავწეროთ. ond ეხლა მე რას ვიზამ რა? ამას იმას ვიზამ freeze and flats გავუკეთებ რა, რაც ნიშნავს, რომ ამ ტრეკს თავიდან ბოლომდე აუდიოდ გადააქცევს, ანუ ყველაფერს აქ დაარენდერებს და აუდიოდ გადააქცევს და რატომ იხდება, იმიტომ რომ მეზარება ბევრი აკორდის წერა და freeze and flats დავაჭერ, ეს ყველაფერი გაქრება, ახლა აქ ჩავწერა და დამრჩება მხოლოდ აუდიო, ესეთი. ხო, და მოდი ესე დავქროფოთ სადღაც ეს ნაწილი ალბათ. ხო, იყოს ესე რა და crop sample-ს დააჭერ, ანუ აი ამ იმას დამიტოვებს მარტო რა. და ეხლა ავიღებთ ეგეთ ინსტრუმენტს, რომელიც არის სიმპლერი, ჩვენი ძმა და მეგობარი. და ეხლა სიმპლერში რო ჩავაგდებ, რაც მოხდება არის, რომ სიმპლერი არის ინსტრუმენტი, რომელთაც შეგვიძლია სემპლინგი გააკეთო. ანუ ეხლა რაც მოხდება არის, რომ ჩაგდებულ აკორდს დაუკრავს იმის ანუ fuck. ძალიან დამაბნეველია რაღაცა ისახს. ანუ სიმპლერში რო ჩავაგდე ეს აუდიო, ეხლა ნოტს რო დავაჭერ, დაუკრავს ამ აკორდს, ნახე? მიჭირავს ხა დო. ეხლა დავუკრავ რეს. ანუ თითო ნოტის დაჭერით და მოდი ამ აუდიოს წავშლისად აღარ მინდა. ანუ რა გამოდის ხო ხვდები რომ არის ვაი. აი C3-ზე ვართ. ის აკორდი გვაქვს აქ. და მოდი ცოტა დიდი ტაქტი გავაკეთოთ. 8 ტაქტი იყოს და დავიწყოთ. ერთი ტაქტი იყოს ეს. მე რა თქვათ ჩამოვიდეთ აქ. მე კიდე ერთხელ ჩამოვიდეთ აქ და მე ავიდეთ ისევ აქ. მოვისმენთ რა გამოვიდა. და BPM-ი. ჯანგლი 100-ში არ კეთდება 100, რადგან სამშაბათი არის. ავიღოთ 158. არ არის სამშაბათი. პატრა კლიკი აქვს, მაგრამ არა უშავს. ესე ეთიკით წესით მოშორდება. So nice. ეგ არის რა. ხო, 158 BPM-ში. Nice. იყოს ეს pad დავარქვათ ამას. ხო, ეს ჩავხუროთ, აღარ გვინდა და auto-filter-ით დავდოთ, რომელსაც უკვე იცნობ წესით და რიგით წინა. კიდე auto ჩავწერე. Auto-filter. ეცა მოვისმინოთ. Beautiful. აი, okay. Head-ი გვაქვს, ახლა გვინდა baseline. Bass გავაკეთებთ ოპერატორით. ოქტავით. იყოს ამ ოქტავაში. სად არის? C2. Okay, ახლა ჩავუწერ მერვედებს, მერვედი გრძლიობებით ნოტებს. და ეცან მოვისმინეთ, როგორი არის.
ჯერდებილობა, მაგრამ გავაკეთებთ ხა საკაიფოდ ამას. Envelopes მშვები რა. Envelope არის, არ ვიცი, ჯერ გამიჭირდება envelope-ის ახსნა, მაგრამ მე რა გიხსნა. ხო, ოკეი. შვენიერი არის. იყოს ესე. და რასაც გავუკეთებთ იქნება, რომ ანუ აი ამ ყველა notes პირველის გარდა, მოდი შანსი დავუწიოთ. ანუ შანსი იმისა, რომ გაჟღერდეს ეგ note იყოს მოდი 61%. ой. აი ნახე, ზოგი ჟღერდება, ზოგი არ ჟღერდება და ეგ გვაწყობს. და ეხა ეგეთ რაღაც მოვიტანოთ რა, ისევ random, იმიტომ რომ გვიყვარს random-ი. ეგეთი device არის, რომელიც ანუ შესულ MIDI ნოტებს, ანუ აქ რამდენი ნოტიც შევა, იმდენი random notes გამოუშვებს იმის მიხედვით რა შენს დავაყენებ. შენს იყოს მოდი 40%. Lock to scale ეს რო არის, ადგება და მოусმენს აი აქ რაც მიწერე, ან დო მინორი, მაგრამ დო მინორი კი დომინორის პენტატონი გავიღოთ. choices იყოს რა 8 პირობითად და bipolar ესე იაროს, რომ ანუ ოქტავით ზევითაც და ოქტავით ქვევითაც დაამატოს ნოტები და მოусმენთ, აბა. ოკეი. კარგი. აბა ნახოთ ხა ჯამში როგორია. Yeah boy. Გადასარევი. კაი ეგ არის. ბასი გვაქვს, ბასი იყოს ესეთი, ფედი იყოს ეგეთი და ეხლა ვიღებთ sample-ებს. Chops bitch, ეგრე ქვია. მიშვარდნოობს. ესე ავიღოთ, რენდომად გადმოვყრი აქეთ და უცებ ავარჩიოთ, აბა. კაი, მიყვარს ჩემი. ეს მოგწონს. ესეც მოგწონს. სამი გვინდა რა, მეტი არა. დაიცა ერთოთი აბა drum and bass breaks. აქედან ვცადოთ რამე. Yeah boy, მიყვარს drum and bass-ი ყველაზე მეტად. კაი ამრხშლი. და ეხლა ნახე რას ვაკეთებთ რა, ანუ simplers ვიყენებთ ისე. ადიჩქარა. ნელოდეს. კაი, ოღონდ სანამ დავიწყებთ მაგის აკეთებას, ნუ გავაკეთოთ აუცილებელი რაღაცა. ეს sample-ები უნდა დავამუშავოთ. ანუ რას გულისხმობ? ეხლა პირველი funky drummer ვაწერია. ეხლა არ ვიცი მეტრონომი მანდ გაისმევა თუ არა. ოდნავ აცდენ აქ და თვალითაც ჩანს, ნახე, ანუ ეს grid-ზე არზის, ეს ცოტა დაგვიანებული არის. ამიტომ ავიღებ Ctrl A, Ctrl U და ნახე რა მოვიდა აუდიოს დაინახე. ნახე კიდევ ერთ შეღა. აუდიო მიეწებება ხაზებს, ანუ grid-ზე დაჯდება, ან ჩვენ თუ არაც არის 158 BPM-ი, მაგასთან შესაბამისობაში გასწორდება. და კიდევ ერთ რამეს ვიზამე, ძალიან ბევრი ის აქვს, ძალიან ბევრი noise მოყვება. ამიტომ ავიღებ ამას. და დავუწევ ტრანზიენტებს და უფრო სუფთა არის და იგივე სამივე აუდიოზე აქაც იგივე არის ამაზე ზუსტად ერთ იგივე კაი იყოს არა უშავს Ctrl A Ctrl U ოღონდ აქეთ ბიჭო ხო ყველა გაასწორა საკაიფოდ ესეც თითქოს გაასწორა ესე ნუ აი ხა აქ ამდენად მნიშვნელოვანი არ არის რომ დეტალურად იყოს შვენიერი და შენც იგივე Ctrl A Ctrl O ტრანზიენტებს დავუწიოთ. Yeah boy. ესე ამას pitch დავუწიოთ, ამას pitch ავუწიოთ, აბა. მანსა შეიძლება. კარგი, ეგ არის. და წავედი ხა სიმპლერი ავიღოთ. და simplers ჩავაგდოთ პირველი აუდიო. და funky drummer მოდი დავქროფოთ რა. პრინციპში პატარა აუდიო არის ისეც. კაი. ჩავაგდოთ აქ, ანუ ესეც რაც იქ იყო რა, იგივე არის სიმპლერი. შეგვიძლია დავსემბლოთ რაღაცა. ჩავთვალოთ warpings რო BPM-ზე სწორად იჯდეს, beats კი არა და მერვედებში რო გაასწოროს და
slice mode-ზე გადავიყვანთ. ანუ ეხლა slice mode-ზე რა ხდება რა, დაიცა მოუძებნო. ანუ slice mode-ზე რომ თითო ნოტი, თითო slice დაუყავს. ეხლა ნახე do, do ძიეზი, re, re ძიეზი, mi, fa, sol, la, si. ანუ რაღაცას გადავხტი, მაგრამ კაი, si bemol. ნუ რა მნიშვნელობა, ანუ თითო slice-ი თითო ნოტს უკრავს, ეგ არის იდეა რა და მოდი ხეთოთი. ხამას ძალიან მარტივად დაგანახებ. მერვედებს ავიღებ აქა. და ანუ თითო slice-ი, თითო ნოტი არის თითო slice-ი, ნახე. და ეხლა მას რო გავუშვებ. მოდი მოვუსმინოთ. ხან ცოტა უშნა დაკეთეს. არა, უშავს. ინტერო ტრანზიენტები ერთ დებილურად დაყოფილი. ხო, ეგეც ნახე. კაი, არა უშავს რა, იყოს როგორც არის. ხო, ეგეთი ამბავი არის. ეხლა რა შეგიძლია გავეს ტრანზიენტი გავაფუჭე. უშავს. ნუ რაღაც სულელურად აქ ძალიან გაკეთებული რა. მე ძალიან გამწვალებს ის და მეტი ჯობი ხო მოგვარო. ხო, აქაც შეგვიძლია რენდომი დავაგდოთ. და მოდი 70% scales არ უსმინოს, choices 4 და add. და ეხლა რაც იქნება არის რომ ანუ თითო შესული ნოტის ინფორმაცია შევა რენდომულად, აი თქვათ თუ do დაუკრა, ამან შევა რენდომულად სხვა ნოტი დააკრა, ვინმე სხვა slice-ი დაიკრება რა. აი, იქეთ გადახდა. ხო, ოღონდ სანამ ამას გავაკეთებთ, მოდი ეგეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ ჩვენ ავაწყოთ აბა ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. ან კაი იყოს როგორც არის და ამან ესე უკროს რა. ამას მაინც გრუად არ გამოვიყენებთ რა, ესე აქეთ იყოს. sampling control-ზე გადავალ და pitch-ი ავუწიოთ, აბა. კაი, ეძეგრე დაჭეხილი რო არის ცოტა. უფრო აი ტექსტურასავით გამოვიყენოთ რა. და მოდი drum bass დავადოთ ამას. და drive ავწიოთ, ტრანზიენტები დავწიოთ. ვაი. მოდი ვეცე მოვუსმინოთ უშ რა გამოვიდა. Beautiful. Modia vai portare il break go. Shimmery down, that's it, huh? Nice. გავაგზავნოთ. Ramen to TV, 10 წუთიდან ჩემ კამერას რაღაც ჭირს. 20 წუთზე მეც არ წერს. კაი, ეს და კონტაიზებული არის, ამას დავფრიზავ, მოდი freeze drag and flatten drag. არ ვიცი ამას რა დავაკეთებ, არა გავაკეთოთ. ეს ჩავაგდოთ აქ. და დავუვაფოთ ისე მერვედებში slice. ნახე როგორ დავუვაფა. კაი. იყოს ეგრე. და მოდიხ დავუკროვებთ ამასაც. ხომ სად არის ამის სადიპრობა ვიხდები. yes, დამეთულია უჯული. კარგი. დავეცადეთ. ისე მერვედები ხო? უსმინოთ. ხო, ეხლა შეიძლება ვთქვათ ეს გავაკეთეთ, რომ ტაქტი გავწელოთ, ვთქვათ, ორჯერ უფრო დიდი იყოს ეს ტაქტი. ან მოდი ხელით ჩავწერ, რატო წვალობ. length იყოს 4. და ეხლა მე გავაკეთებ ხელით ჩავწერ რა, უფრო საინტერესო grooves გავაკეთებ ვიდრე აქ არის. ანუ ვთქვათ ეს გადავაკოპიროთ. Wow, რატო გაგიშდა რა მოვიდა. yes.
კაი. ანუ შეს იყოს ეს. ნუ ის კაი. ესე რომ გავაკეთოთ, შემთხვევით ვაკეთოთ. Nice, მოდი აბა ხა ეს და ეს რა ქვია. მოდი EQ-ს დავაგდებ ზევიდან. მოდი ხა 0-ის ზევით ბიჭო. კაი, იყოს როგორც არის. აბა ერთად. აჰა, კაი, ეს რაღაცა დაჩეხილი რო არის რა. და ეს даже კიდე დავჩეხოთ. ეგეთი bit repeat-ი ჩავაგდოთ, რომელიც რაღაცა ლოგიკით მე-16 ნოტებს გაიმეორებს. არ მინდა ვხევა. даже უფრო მეტ. აი ეგრე იყოს. nice. იმენა გენიალური არის. Yeah boy. Nice. არ ვიცი quartz არის ზევა. არა ვექსპერიმენტობ. ამის დაბლები ვაფშე ამჭირდება. აბა კიკი არ გვაქვს. აი ეს არა ყვერი. ამიტომ სანამ ჩემ ვიდეო გაჩება კიკი ჩაუწეროთ. სიკერუს რამინა. Nice boy. ესეთი არის რენდომული არის. ხო, ხა ერთი რაღაცა უცებ. ვიღაცა წინაზე მთხოვა მიქსინგიო და პატარა მიქსინგის ტიპი იქნება ეხლა რა. იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც არ ჭირდებათ ბევრი დაბალი, აი მაგალითად ამ ფედს არ ჭირდება ბევრი დაბალი, ჩამოვაჭრ. აი ხნახე აი ეს საუნდი თუ გესმის ყურსას მე თუ ისმენ. ეს საუნდი ჩამოვაჭერი ეხლა. და იდეაში ნახე აი ჩავთავ გამოვთავ და არ ეცვლება ხასიათი. ასევე ბეის ცოტა ჩაუწევ, სადღაც 68 Hz, 70 Hz, იმიტომ რომ კიკის სივრცე არის. ან შეიძლება sidechain გაკეთება, მაგრამ sidechain მე გავაკეთოთ კომპრესორით. მაგრამ სამაგეროთ აი მიცეთ ცოტა მეტი. მაგრამ ის არა აქ რა რაღაცა. წნევა вообще არა კვას. შეიძლება არც უნდა. აბა ერთერთი ამას ჩამოვაგდებ ხოვით. One, two, three, four. სიგიჟე გამოვიდა. აი სემპლი უბრალოდ. შვიდი დეციბელით რო ავაცილეთ ლიმიტს, ეგ არის კატასტროფა, მაგრამ არა უშავს ეს გავაკეთებ. რატო არის კატასტროფა? არ ვიცი. ნოდევა. ნოდევა სხვა ალგორითმი.
ნიგით რაღაც გამოვიდა რა, მოკლედ. არ ვიცი, ასე არ ვარ. ვიქენდ, მაგრამ რაღაცა გითხოვეთ რა. ხო და ისე იგივეს გთხოვ, კომენტარი დამიწერე, რაღაც კითხვები რაც გაქვთ დაწერე, მე ერთბაშად მოვანგროვებ და ცალკე კითხვებისთვის ჩავწერ ვიდეოში. და მადლობა კიდევ ერთხელ, თუ უყურე ამ ვიდეოს. ასწორებს. ხო, შემდეგ რაღაც ვიდეოების იდეები მაქვს, შენს მომეწოდე თუ რამე გაინტერესებს, მართლა დაწერე ჟანრი, რა ვიცი, რაც გინდა, არტისტი, დამიწერე. სადაც და გავიმეორებ იგივე რაღაცეები. აუ, თავი რაც არის რა. ანუ ეს გადაკოპირება შეგიძლია ეს თავისთავად, მაგრამ იდეა არის რომ ექსპერიმენტო რა, თავი იქ არის რომ ექსპერიმენტი აკეთო, ანუ ეს ტექნიკებს იმიტომ საუბრობთ რომ მე რაღაც შენებური გამოძერწო. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთოდ რა, იმიტომ რომ ანუ ეგ შეგიძლია სემპლიც აიღო და ჩააგდო და შენი დაარქვა, მაგრამ ხო ლიმიტაცია არის ცა. და კრეატიულობას ძალიან გიკლავს კიდე. კი სემპლებზე ვიმუშავეთ მართალია, მაგრამ ძალიან გიკლავს რა კრეატიულობას სემპლებს რო იყენებ, სულ მე გიზარმასდება თუ და ეს ღრმა ჩაყვინთვა აუცილებელი არის და რაც მეც ყვინთა უფრო და უფრო გეზრდება მე ეს რაღაც ხაერი დრო რომელიც შეგვიძლია ჩაყვინთო რა. ხო და მაგარი არის ვიღაცებმა გამომიგზავნეს რაღაცებს რო აკეთებენ თავის მუსიკებს ამ ტექნიკებით და ასწორებს კაი არის. გამომიგზავნე მომწერე რაღაცა მკითხე, მაგარი არის. მოკლედ დავაი, ადიოს, შეხვედრამდე.